იფიფიფიფიფ რა მონოლოგია ბიჭო ვინც არის შეჭმილი არა და უყურებს ამამა შემიძლია თქვა ხაში შემას კიტრაში კაცი უნდა იყოს საჭმელს და არა საჭმელი კაცი ჩვენი გადაცემის სტუმარია დიეტოლოგი ბატონი ანტონ ცელულიტიანი მივესალმოთ რომ იცოდეთ დიეტა ლათინური სიტყვა და ქართულად ორშაბათიდან ნიშნავს თქვენი აზრით რატომ ვერ იკლებს ხალხი იცით რას გეტყვით ხალხი ზედაც აკლია რა ო ცელულიტიანები ვართ ცაგერის რაიონის სოფელი სტრიები იცით ალბათ ვაი თქვენს პატრონს უბედურს მაგით იმშვიდეთ თავი ავალ რა გეგუდიში რა აგათ ეყალე იფიფიფიფიფი ოჰოჰოჰო აიშ დაახლოებით ასეთ ხმებს გამოცემთ ქართველები როცა რაღაც გემრიელობას ვჭამთ როგორც მიხვდით დღეს ჭამასა და მასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებზე ვისაუბრებ იფიფიფიფიფ რა მონოლოგია ბიჭო ვინც არის შეჭმილი კი არა და უყურებს ახლა თუ ვინმე იფიქრებს ასეთი მონოლოგები არ მიყვარს ეტყობა თქვენ კაი გაკეთებული არ გიყურებიათ სანამ მონოლოგს დავიწყებ აქვე ვიტყვი რომ ჩემი გადაცემა და თამამად შემიძლია თქვა ხაში შემას კიტრაში ეხლა გამოგძებთ აქვე დავაანონსებ რომ დღეს ჭამას მასზე ვისაუბრებ იქეთა კვირაში დიდად შესარგზე ხოლო საახალწლოდ დებარა სავარგულიაზე ალბათ ყველას გვახსოვს ბავშვობაში როცა რაღაცა არ მოგვეწონებოდა გვეუბნებოდნენ შენ კაი გაკეთებული არ გიჭამიაო მერე ბიჭო მაშინ ბავშვი ვიყავი და ვერ ვამბობდი რა ბიჭო შედედა არ ღმიანო გაგეკეთებინა კაი ვინ დაგიშალა ზოგჯერ რესტორანში როცა შევდივართ და რაღაც საჭმელს მივირთმევთ მერე მიმტანი გვეუბნება კიდევ რამეს ხო არ მიირთმევთო და ჩვენ ვეუბნებით რომ მე მაშინ მივირთვი ამ რესტორანში რო შემოვედიო და გამოდიხარ გარეთ რა დაიმახსოვრეთ არასდროს გაეკაროთ საჭმელს რომელსაც ჭირდება ფრაზა შენ კარგად არ მოგშებია თორე ამას კი არა იმასაც შეჭამდიო და მინდა აქვე ბავშვებს მიმართო ბავშვებო არასდროს ედოთ იმ თვითმფრინავს რომელსაც სუპი მოაქვს არ გინდა ბიჭო ბავშვები უჭმელები არიანო რო იძახის სუპს რო გაუკეთებ ბავშვს რომელმაც იცის რომ მაცივარში ხინკალი გაგი რატო შედამ სუპს ახლა მე არ შევჭამ არც ის ბავშვი არ ჭამს ხო ალბათ არ არსებობს ადამიანი რომელიც საქეიფო სუფრას ხაჭაპურით არ იწყებს მე ვარ ეგეთი მე არ ვიწყებ სუფრას ხაჭაპურით ეს ხო ვერ მოვიცი გადი ბიჭო უცილ დაკიდან ცალკე თემა ქართულ ქორწილებში მაგიდებზე საჭმელების სიმაღლეზე დალაგება ასე მგონია რომ ამ სიმაღლეებზე დალაგებას გეოლოგიის კვლევა და სამშენებლო ნებართვა ჭირდება რა ამბავია კაცო ამ სიმაღლეებზე თუ ქორწილის სუფრაზე თავი ყოველას მარჯვნივ აქვს შეტრიალებული ნუ გეგონებათ რომ ოსური ცეკვას აპირებენ ეტყობა ხაშლამ რამე კაი შემოდის ზოგჯერ ცოლები აი მაგ ხაშლამაზეც კი ეჭვიანობენ იმიტომ რომ იმას ისეთი თვალით უყურებ რომ ცოლს არ შეგეხედავს არასდროს ო ისე მეც არ შემეხედავ მოკლედ ჭამასმა ქართველებს ძალიან გვიყვარს ამაზე მაჩვენს დამეთანხმებოდა ეხა პირი რო არ ქონდეს გამოტენილი არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიც 4 კამეს ჭამენ 45 ხინკალს 30 ლიტრა ლუდს და 1 გრამს არ იმატებენ და მე ამ ჩამონახულშიც მოვიმატე რომ იცოდეთ დიეტა ლათინური სიტყვა და ქართულად ორშაბათიდან ნიშნავს ისე ასეთ მონოლოგთან დიეტა რა მოსატანია მაგრამ აქვე ვიტყვი რომ დიეტურადაც შეიძლება გემრიელად ჭამა ახლა ვისაც ამის გჯერათ ვაი თქვენს პატრონს უბედურს მაგით იმშვიდეთ თავი ახლა კი მოვრჩები ამ მონოლოგს თორე დამტოვ ამ შერი ამ ჩემსა მე ბიჭო დატოვე რაღაცა რა იყარ შემდეგი მე მგონი ძალიან კარგი მონოლოგის თემა გამოვიდა ეხლა დროა სტუმარზე გადავიდეთ მაგრამ სტუმარი რო არ მყავს ვინ შეიძლება რომ მოიყვანო ეხლა სტუმარი რაიად თქვენ უკაცრავად ერთი წუთით მობზანდით ახნება გადაცემაში რო შემოხვით შეიძლება როგორც სტუდია კამერები კი გადაღება აქ რაღაცა რა შეგეთ გადაცემა დილის გადაცემა არის აი გაიკეთეთ ეს გაიკეთეთ არა მანდ არა გულზე გაიკეთეთ რომ ხმა მივიღოთ გულზე აქ ხო კი ბატონო ვიცა აი ასე კი გაი ეს ხმა ახალაც არ არის საჭირო აიღებს ხმას მოკლედ მზად ხართ ხო ვინა ვარ მე თქვენ ხართ ბატონი ანტონ ცელულიტიანი ხო როგორც ვიცი კი ბატონო რა პრობლემა დიეტოლოგი კი არის მოდი დავიწყოთ მაშინ კაცი უნდა იყოს საჭმელს და არა საჭმელი კაცი ჩვენი გადაცემის სტუმარია დიეტოლოგი ბატონი ანტონ ცელულიტიანი მივესალმოთ მოგესალმებით ბატონო ანტონ გამარჯობა გენაც როგორც ვიცი ცელულიტიანი ხართ გვარად დიახ საიდან ახართ ცელულიტიანები
ო, ცელულოტიანები ვართ ცაგერის რაიონის სოფელი სტრიები, ეცით ალბათ. კი, როგორ რა კიდევ ხშირად წარმოშობილი. ვარ ხოლმე მაგ სოფელში. თავიდანვე გკითხავთ ეხა, აი სპეციალობა როგორ შეიძინეთ, რა გაქვთ დამთავრებული? ო, ერთი კაი ხარი მაქვს დამთავრებული სხვათა შორის, კაი დიდი ხარი. ხარი. ბოლომდე შეჯამეთ, ხო? კი, დავასრულე თქო. ძალიან კარგი. და დიეტოლოგი როგორ გახდით აი მკვების ასისტენტი? რა გავხდი ბიჭო, რა მეტყობა ახლა მე გახტომის. არა, სერიოზულად მართლა. ხო, რა გავხდი ბიჭო, რა მეტყობა ახლა მე გახტომის. არა, მართლა სერიოზულად რომ გასახოთ. ხო, გეტყვით, ხო, აი სხვა პროფესია იყო ყველა დაკავებული და აი საბრიჩე ბოლოს რა მორჩა. და თქვენ თვითონ რამ გაგასუქათ? ვერ გამომსუქა, გრეიპფრუტი. გრეიპფრუტი, როგორც ვიცი, პირიქით ეხმარება დასუსტებაში. გეტყვით როგორ იყო, გრეიპფრუტი მოვიპარე ერთი 60 ტონა გრეიპფრუტი. დიახ. მე ჩამწვეს და 6 თვე ვიჯექი ციხეში. ძალიან ხტომა თქვენ იცით რომ ასუქებს. ასუქებს დომა ნამდვილად. ასე გასუქებს გრეიპფრუტით. თქვენი აზრით, რატომ ვერ იკლებს ხალხი? იცით რას გეტყვით? ხალხი ზედაც აკლია რა. არა, წონაში რატომ ვერ იკლებს? არ იგლებენ გენაცვალი არაფერს და. სწორი შენიშვნა. ჩემ ფონდს მივიღებდი მაგ შენიშვნას. ურჩევდი თუ არა ხალხს კუჭის ოპერაციას. არა, მე გეტყვით ახლა უკეთესი არის სპეცოპერაცია. სპეცოპერაცია როგორ? გიხსნი, შეხედე? უსაფრთხები ვიღაცას პანჯარასთან, როგორც კი დაიწყებს ცომეულის ჭამას, შეუვარდები, აძუყნი და ერთი თვე არის თხევად საჭმელზე რა. ძალიან იმედია მე არ დამჭირდება. მოდი ასე გითხავთ, რა არის საუკეთესო გზა იმისათვის რომ დავიკლოთ? საუკეთესო გზა ახლა რა გითხრა? ელბაქიძის აღმართია საუკეთესო გზა. იარეთ, დაიკლებთ ჩვენივად. აღმართი ხო იცით? კი. სხვათა შორის, დასაკლებად აუცილებელია ჭამამდე წყლის ზალევა. ჭამის შემდეგაც ზოგადად წყალი კარგია და ჩემს რო ლაპარაკობ, მე საერთოდ პირიქით წყალი გამოვილო. აი შენიშვნა იყო ეგ. და არ არის ყველაფრის კომენტარებში დაწერა საჭირო რა იცი სამკაცმო თავის. ქართველებს ხომ მიყვარს კაი ჭამას. კი გვიყვარს. არა და ამ ჭამას მას კაი რომ მოკლო რა გრჩება. ხაჭო 0%-იანი. მაწონი და ციციბურა. ციციბურა რო კაი იყო. აი ციციბურა კი აი ციციბურა ვინჭავს. ციციბურა ბიჭო. აგას ვინჭავს ბიჭო. ხოთა შორის ტელეფონზე საუბარი აკლებინებს ძალიან კარგად. ტელეფონზე საუბარი რა ვიცი, პირიქით, ჩემი აზრით თანხას აკლებინებს ან გარიშზე. ეგ თავისთავად, მაგრამ ნახეთ ტელეფონზე რო ელაპარაკებ, მაგდროს ხო დადიხარ უეჭველი. ერთობი რა. სიარულში იკლებ. ერთი პაციენტი ყოდა ხოთა შორის ეგრე, ურეკავდი ხოლმე რომ დაიკლო წონაში ველაპარაკებოდი, მე სახლში ვაკითხავდი ხოლმე და მე ცოლად მოვიყვანე. ძალიან კარგია. ანუ ოჯახი შექმნა ადამიანმა თავისი პროფესიით. თქვენ თვითონ რითი ებრძვით კილოგრამებს? ამჟავით. ომიდრის მჟავით თუ კიტრის? არა, თვითონ მჟავა, ხო იცით? რომ დაასხა აკროს ყველანაირი კილოგრამებს. ფიტნეს კლუბში თუ დადიხართ? კი, დავდივარ, მაგრამ ჩემი სასწორით შემოგიყვება. თქვენი სასწორით რატო ახლა? ბიჭო, მაგას მოატყუებინებ ახლა თავს მე. ეგ გამაკლია. აი ესეთ კითხვა მაქვს, კალორიულ დეფიციტში რამდენად ხშირად ხართ? ძალიან ხშირად, სხვათა შორის, აი ხელფასის ბოლო დღეებში საერთოდ ვერ ვიღებ რონაირ კალორიას. ძალიან კაია. კაია, კი. რას აკეთებს იმ შემთხვევაში, როცა აი სახელმწიფოს უფრო არის გაშლილი? რავი, ძალიან წყნარად ვარ, არაფერი არ. მოიცა კაცო, ყველა რო ჭამს, სვამს, კაი, ostri რო არის, კაი, ნიგზიან ბადრიჯანი რო არის, ასე არაფერს არ შვები? არა, ძალიან წყნარად ვარ, საერთოდ არავინარი რეაქცია არ ვიცი. ხაშლამა რო შემოვა. იქ საცივი, იქ ტოლმა. ბიჭო, კაი, ხო, კაი. ასე ახლა. ციციბურას ვაყრიმერეზებოდან და ფარავ რა. გადაფარავს რა. მომეშვა ეგრე რა, ქართულმა კაცმა. ახალწელს არ ჭამოს რა ვიცი მე. მატლმა მომიტანა ამბავი, რომ თქვენ ღამამობით ჭამთ. ბოდიში დავაზუსტებ, მატლმა თუ ჩიტმა. არა კაცო, მატლმა ჩიტი ახლა შენს შეწუხდებოდა? აი, მართალია. ანუ ჭამ თუ არ ჭამ ღამე? არა. არა. ცრუ ინფორმაცია ყოფილა დიდი ბოდიში. სირბილი თუ დარბიხართ ხოლმე და რამდენად ხშირად დარბიხართ? სირბილით მე გერმანიაში დავბრუნდი მაგისთან აუდოდა. საქართველოში დავბრუნდი, როგორ გააჩნია რამდენად სწრაფად დარბის ბაგის ოფიცერი. გააჩნია რამდენი გაქვს შესატანი? გააჩნია ვარ თუ არა შემტანი საერთოდ. აი, ცირკი. ხოთა შორის მე მიდოდი ერთი 20 კაციანი ჯგუფი ამეყვანა ლისის ტბაზე რომ გვერბინა და წონაში დავეყლო და რაღაცა ბანა. რატო არ გამოვიდა? მანქანით არ შეგეშვებთ და ფეხით რა ვიდოდა იქ. აი, მოდი გადავიდეთ დიეტაზე. ყველაზე ეფექტური დიეტა რა არის? მე გირჩევთ არაჟნის და ლუდის დიეტას. ვეც არაჟნის და ლუდის დიეტა რანაირი დიეტაა? მოდი თქვენ ეს ორი ერთად მიიღეთ და მე მადლობასაც მეტყვი. მე რო წავალ მე მიიღეთ. კი ბატონო, არის ძალიან ახლა არ მიიღო. კარგი, ავტესტა. თქვენი აზრით, ეხა არც სუსტმა, არც მსუქანმა, ნორმალურმა ადამიანმა რამდენ ხანში უნდა შეჭამოს 1 ტონა მაწონი? 1 ტონა მაწონი? დიახ. ჩემი აზრით ნორმალურმა ადამიანმა 1 ტონა მაწონი საერთოდ არ უნდა შეჭამოს. ზოგადად რა, მაწონია, იდი. არა, 1 ტონა? რა ვიცი. ხოთა შორის ზოგჯერ გონია რომ არ გქონდა ხოლმე დიეტას, რაღაც პროდუქტებს ჭამთ, მაგრამ არაფერი, ნოლია, საერთოდ არანაირი კალორია რა. ეგეთი პროდუქტი რა არის? ზეხვი ნებისმიერ. ჩვეულებრივ ყველა ქართული.
რომელ დიეტას არ ურჩევდით კონკრეტულად გოგონებს, აი? გოგონებს ნიკი მინაჟის დიეტას არ ვარჩევდი არანაირად. ეგ როგორი დიეტაა? აი ყველაფერს ჭამ ძალიან ბევრს ვერ იკლებ და ყველაფერი ტრაკისკენ მიდის. ტრაგედიასკენ მიდის? საინტერესო. მიხდებით თქვენ თვითონაც. თქვენ თვითონ თუ იცავთ ხოლმე დიეტას და მაინტერესებს აი რას მივირთმევთ ხოლმე დღის განმავლობაში? კი ბატონო, გეტყვით დილით ბანანს მივირთმევ, შუადღით ბანანს. საღამოს საღამოსაც ბანანს. მინიონი კარგი სტრაგი რა იყოს, სხვა არაფერი გაქვს საჭმელი? როგორც ვიცი, თქვენი პაციენტები ხშირად მოგვართავენ ხოლმე ჩივილით და რა ხდება, რა შეასაკ? ჩემს არა უნდა კაცო წავიდე და სასამართლოში ეჩივილო. არა, მართლა მაგათ იბრალი ეგ ყველაფერი. მაგათი ბრალი რატოა? ნახე, მე ვეუბნები. აიღეთ 12 ცალი ხინკალი, ერთი კანჭის მენიუ, 3 ლიტრა ლუდი, ამათ უხარეთ და გარმიან პირდაპირ და მე ვერ იკლებენ ახლა. აბა როგორ? დამაცადე ხო, ბოლომდე. აიღეთ 12 ცალი ხინკალი, კანჭის მენიუ, 3 კათხა ლუდი, გადადეთ ეს ყველაფერი და დაიკლებთ. ანუ გვერდზე უნდა გადადონ და საერთოდ ხო არ გადადონ. კი ბატონო, ძალიან კარგი. მოусმინეთ ამ ადამიანს, ხო შეიძლება. მე მაგრამ კიდე, მაგრამ მოусმინეთ, ხო იქნება ჩვენთვის ლაპარაკი. რომელიმე ნაცნობს თუ დახმარები ხართ უფასოდ, ეხლა წონის დაკლებაში. კი, რა თქმა უნდა, დავეხმარე, ჩემი მეზობელი იყო. დიახ. 4 მკვდარი ვაგინე გამომეკიდა და დაიკლო 40 კილო. რანაირად კი, მაგრამ ესე. სირბილით, ხო, სხვათა შორის შემიძლია თქვენზე დავდეს. არა, მე ისედაც მე ჩემი თავგილებ არ არის პრობლემა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო დიეტოლოგი ანტონ ცელურტიანი და წავალ ახლა შევჭამ რა. ჩვენ ერთმანეთს ერთ კვირას შევხვდებით. თუ არ შევხვდებით, ესე იგი გავსკრით საცხა ჭამით და პირი. კარგად წანდებოდეთ. წავალ რა ბუდიში რა. აგათი.